საღამომშვიდობისა. Თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ზარების გარისხება და ეპიგრაფის შესაბამისი შეურჩი. People talking about, then I think you're going to see a nice S&P. No one's talking about that. What is that, the Liberty Bell? ბატონი ტრამპი ზარებს არისხებს. არ ვიცი, ვნახოთ, ვინ უნდა დაარისხოს ზარები. ძალიან ქართულდა მდგომარეობა. ქართულდა მდგომარეობა როგორც ახლო აღმოსავლეთში, ირანში, ასევე უკიდურესად დაიზება სიტუაცია რუსეთში. გადავალდოთ თვალი რა ხდება რუსეთის ქალაქებში. უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ და კოორდინირებულ შორმანძილზე განხორციელებულ ოპერაციას აგრძელებს. სამიზნე რუსეთის სამხედრო, ინდუსტრიული და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინული ძალები სისტემატურად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საწვავის საცავებს, სამხედრო აეროდრომებს, ლოგისტიკურ ჰაბებსა და სამხედრო მრეწველობის ობიექტებს. ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო სპეციალური ოპერაციის ძალები და უპილოტო სისტემების ძალები ატარებენ. შეტევებში გამოიყენება შორსმოქმედი დრონები, რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები და მაღალი სიზუსტის დარტყმის საშუალებები, რომლებიც ასეულობით კილომეტრის სიღრმეში მდებარე სამიზნეებს აღწევს. საერთაშორისო სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს უკვე ერთჯერადი დარტყმების სერია აღარ არის. მათი შეფასებით, უკრაინა თანმიმდევრულ კამპანიას აწარმოებს, რომელიც რუსეთის სამხედრო პოტენციალის ეტაპობრივ შესუსტებაზეა გათვლილი. ვინ არის ყოველივე ამის შემოქმედი? ვინ დგას ამის უკან? უკრაინა? რა თქმა უნდა არა. თუმცა უკრაინა მონაწილეობს. ყველაფერ ამის უკან დგას ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული ევროპა, ანუ ის, რასაც კოლექტიურ დასავლეთს უძახიან და რა თქმა უნდა მათი მთავარი დამკვრელი ძალა, რომელსაც ნატო ქვია. ნატო, რომელიც თავის რიგით 36 სამიტზე თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეიგრება. ამ ორ ბერიკას რომ უყურებ, ასე მგონია, უხუცესთა საბჭო უნდა შეიგროვოს მეთქი. უხუცესთა საბჭო შემთხვევით არ მეხსენებია, ბოლოს მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არა, ესენი უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები კი არ არიან. ორი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერები არიან. ამერიკის შეერთებული შტატებისა ბატონი ტრამპი და თურქეთისა ბატონი ერდოღანი. აი ასე ჩახუტებულები და შეხმატკბილებულნი გამოჩნდნენ ისინი ნატოს სამიტზე. ესეც რაღაც თავისებური მინიშნებაა იმისკენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ალყა იკვრება. და ამას ძალიან დიდი მონდომებით აკეთებენ ისინი, ვინც წყვეტენ ამგვარ საკითხებს კოლექტიურ დასავლეთში. აი, სანამ ნატოს სამიტზე ვიტყოდეთ რამეს, მანამდე მინდა განახოთ ერთი სიუჟეტი, სადაც ბატონი ტრამპის განწყობილება ჩანს სამიტის წინ. I think he does feel pressure. ვფიქრობ, ის გრძნობს ზეწოლას. მას სურს, რომ ეს დასრულდეს, უკრაინასაც იგივე სურს. ჩვენ ამაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახავთ, შეძლებთ თუ არა ამის დასრულებას. ეს საშინელი რამ არის. ვფიქრობ, იმაზე ვერათ უფრო ახლოს ვართ ამასთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინსაც ნამდვილად სურს ომი დასრულდეს, ამას სრული დარწმუნებით გეუბნებით. ჩვენ ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზელენსკისაც ნამდვილად სურს, რომ ომი ახლა დასრულდეს. ჩვენ ნატოს სამიტზე მივდივართ, სადაც ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ვფიქრობ, შევძლებთ ამის დასრულებას. ეს მართლა საშინელი ვითარებაა. წარმოვიდგინეთ, 2 თვის წინ ერთ თვეში 25,000 ადამიანი დაიღუპა. სამხედროები. გასულ თვეში კი ეს მაჩვენებელი რეკორდული იყო. ერთ თვეში 36,000 ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდა სამხედროები მიდიან ომში და ხშირად პირველი კვირის დასრულებამდეც კი იღუპებიან. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დრონების ტექნოლოგიაა. მაიკლ, ვინ იფიქრებდა, რომ დრონები ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეოდა? ისინი ნამდვილი მკვლელი მანქანებია. საოცარია. ხის უკანაცო დაიმალო, მაინც გიპოვიან და დაგაგტყავენ. მინახავს ესეთი კადრები, რომელთა ნახვაც არ მსურს. არც
მინდა თქვენ იხილოთ ის, რაც იმ ბრძოლის ველზე ხდება. ისიც ხშირად საუბრობენ სამოქალაქო ომზე და სხვა საშინელობებზე, მაგრამ ეს მართლაც განსაკუთრებულად შემზარავია. ვფიქრობ, ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გქონდა და ვფიქრობ, უახლოვდებით ამ საქმის დასრულებას. Terrible wars. აი, ასეთი განცხადებები გააკეთა ბატონმა ტრამპმა. თუ მიაქციეთ ყურადღება, მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საშინელება, სადაც ამდენი ადამიანი ეხოცება, ის, რასაც ომი ქვია, უნდა დასრულდეს. კი ბატონო, შესანიშნავი გზავნილია, მაგრამ ასეა თუ არა ეს სინამდვილეში. ბატონმა ტრამპმა აქვე ისაუბრა დრონების მნიშვნელობაზე და აღტაცება, აღფრთოვანება ვერ დამალა დრონების გამო, იმიტომ რომ დრონებით, როგორც კოლექტიურ დასავლეთს ეჩვენება, გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს რუსეთში და ეს არის მათთვის მთავარი. ასე რომ, ცოტა ეჭქვეშ, იქაც კი, სადაც ტრამპს უნდა საზოგადოებას უთხრას, რომ ის მზად არის ომის დასრულებისკენ გადადგას სერიოზული ნაბიჯები, იქაც კი ვერ მალავს იმას, რომ არა, ისინი უფრო სხვა რამისკენ სამზადებიან. ამას ესკალაციას უძახიან დღევანდელ პოლიტიკურ ენაზე. და ამის დასტურად მინდა კიდევ ერთი სიუჟეტი შემოგთავაზოთ. ნახეთ, რას აპირებენ ისინი სინამდვილეში. ტრამპი და რუბიო. Я думаю, вы говорите о способности Украины наносить удары вглубь территории России. Полагаю, это одна из динамик, изменившихся в этой войне за последние несколько месяцев. Россиянам становится все труднее защищать собственное воздушное пространство, и мы надеемся, что это создаст условия для переговоров о завершении войны. Это эскалация, но в то же время это эскалация, которая может помочь привести к завершению. ნახეთ რა თქვეს, ესე იგი, ეს რომ ესკალაცია ამას არ უარყოფენ. ანუ სიტუაციის დაძაბვა, სიტუაციის გამწვავება, მაგრამ შესაძლებელი ამან გვიშველოს და ამან მივიყვანოს იმ მდგომარეობამდე, რომ რუსეთი ვაიზულოთ მოლაპარაკების მაგიდაზე დაждდეს, მაგიდასთან დაждდეს და ბოლომდე ვერ მივიყვანოს, ან არ მივაყვანინოთ თავისი ჩანაფიქრი. ასეთია ის, ასე ვთქვათ, სამზარეულოდან, პოლიტიკური სამზარეულოდან გამოტანილი მათი გზავნილი, მაგრამ ხომ შეიძლება სხვაგვარად მოხდეს. ესკალაცია მიგვიყვანოს არა იმ სასურველ შედეგამდე, დასავლეთისთვის სასურველ შედეგამდე, რომ პუტინს და რუსეთს უფრო მეტი დაათმობინონ, ვიდრე ისინი აპირებენ დათმობას. არამედ მიგვიყვანოს გლობალურ კატასტროფამდე, მიგვიყვანოს მესამე მსოფლიო ომამდე. ეს საკითხიც ხომ უნდა იყოს განხილული. ამ მიმართულებითაც ხომ უნდა ფიქრობდნენ ისინი, ვისაც ევალება რომ ამაზე იფიქრონ, მაგრამ როგორც ჩანს ისინი ნაკლებად ფიქრობენ ამაზე. რას აღწევენ ისინი? იმითი, რასაც თვითონვე უწოდეს ესკალაცია. რუსეთში რის მიღწევა უნდათ მათ, რა თქმა უნდა, სურთ საზოგადოება დაძაბონ, სურთ დეზორგანიზაცია შეიტანონ, დეზორიენტაცია შეიტანონ და სურთ რომ შიგნით, რუსეთის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იმ დონეზე, რასაც ქვია საზოგადოების გახლეჩვა მოახდინონ, მაგრამ გამოუვათ ან გამოზდით ეს ამბავი. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობა? Очевидно совершенно, что противник стремится нанести ущерб экономике, но самое-то главное, стремится создать нервозную обстановку в обществе. Мы с вами понимаем, что эта задача невыполнимая. Невыполнимая. ეს არ არის ის ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს მიზნად, ის ამოცანა, რომელიც შესრულდება. ამის შესრულება ძალიან გაუჭირდებათო ბრძანებს რუსეთის პრეზიდენტი. ერთ-ერთ ეპიზოდში ტრამპი ეკითხება ზელენსკის. სათხარ თუ არა იმისთვის, რომ ჩახვიდე რუსეთში, ჩახვიდე მოსკოვში და ელაპარაკო რუსეთის ხელმძღვანელობას. რასაც ზელენსკიმ ძალიან დიდი ცინიზმით უპასუხა. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ ზელენსკის მოსკოვში შეხვდება. არ მინდა მის ადგილას წარმოვიდგინო თავი. არ ვიცი წავა თუ არა. შეიძლება წავიდეს კიდეც. წახვალ? გულია, იქ ახლა ბევრი უკრაინული დრონია. საშიშია. კარგია ხუმრობა თუ არის, იუმორი თუ არის, ცინიზმი თუ არის. კარგია ალბათ, მაგრამ რამდენად
რეალური ეს ზელენსკის მხრიდან და რამდენად არის იმ მდგომარეობაში, რომ იხუმროს და იღრიცინოს, ვთქვათ, ამ საკითხებზე. ეს კიდევ, რა თქმა უნდა, სხვა თემაა, ვნახავთ ამას ალბათ დრო გვიჩვენებს რა იქნება და როგორ იქნება. ახლა მე მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი რუტე, ნატოს გენერალური მდივანი და მისი გეგმები და მისი ხედვები. ფიქრობ ის რაც გასულ ღამეს მოხდა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რამდენად სასოწარკვეთილი ხდება პუტინი. იმიტომ რომ თქვენ უკრაინელები წარმატებით მოქმედებთ ბრძოლის ველზე. ეს რა თქმა უნდა საშინელი სიახლეა რუსი ოჯახებისთვის. პუტინი მზად არის შეეგუოს იმას, რომ ბრძოლის ველზე იღუპება 35,000-მდე მისივე თანამემამულე, ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები. ეს საშინელი ტრაგედიაა მათი ოჯახებისთვის. თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. თქვენ აღწევთ წარმატებებს, დარტყმებს აკენებთ რუსეთის ეკონომიკას, დარტყმებს აკენებთ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საკვანძო ობიექტებს. გარდა ამისა, ფრონტის ხაზზე თქვენ ახერხებთ, რომ არ მისცეთ რუსებს დიდი წინსვლის საშუალება. მსგავსი იმისა, რაც მათ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ. ეხლა ეს აღარ ხდება. ამჟამად ფრონტი მთლიანობაში დასტაბილურდა. ამიტომ ის, რაც გასულ ღამეს მოხდა, ეს განურჩეველი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, უკრაინის ქალაქებზე, სადაც ადამიანები იღუპებიან, სწორედ ასეთი გზით რუსეთი ვერასდროს შეძლებს ამ ომის მოგებას. რა თქმა უნდა, ეს საშინელი ტრაგედია ყველასთვის, ვისაც ეს შეეხო. ჩემი ფიქრები და ლოცვები კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში მყოფ ადამიანებთანაა, რომლებსაც ამ მოვლენების გადატანა მოუხდათ. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ გაცილებით დიდ წარმატებებს აღწევთ, ვიდრე თუნდაც 3-4 თვის წინ. ეს კაცი როგორც მოგახსენეთ, ბატონი რუტე გახლავთ, ეს იყო კადრები უკვე უშუალოდ ნატოს სამიტიდან ანკარაში და თქვენ ნახეთ, რომ ეს კაცი წარმოსდგა როგორც აგრესორი. კაცი, რომელიც მოუწოდებს, აქეზებს მხარეებს ომისკენ და ომის მიმართულებით. მართალია ეს ნატოს გენერალური მდივანია, ორგანიზაციისა, რომელსაც თავის დროზე ტრამპმა ქაღალდის ვეფხვი უწოდა, ეს კი როგორც გენერალური მდივანი გამოდის, რომ ამ ქაღალდის ვეფხვი, ასე ვთქვათ, წინ წლებში თუ ჩავსვამთ ამ სიტყვას, მაგრამ დავანებოთ თავი მის სტატუსს და მის შესაძლებლობებს. მას რა თქმა უნდა შეუძლია, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, მათ ლიდერებს მოუწოდოს, რომ ცოტა დაბლადასვიოს ეს აგრესია და მოუწოდოს მშვიდობისაკენ, მაგრამ ნაცვლად იმისა, როგორც თქვენ ნახეთ, ეს კაცი არის აგრესორი და პირიქით მოუწოდებს მეტი აგრესიისკენ, მოუწოდებს იმისკენ, რომ დააჩოქონ, დაამარცხონ რუსეთი და აქეზებს და ახალისებს არა მარტო უკრაინას და უკრაინელებს, არამედ მთელ დასავლეთს რუსეთთან საბრძოლველად. ასეთი ვითარება გვაქვს, ასეთი სიტუაცია. ახლა ვნახოთ თვითონ სამიტზე, ნატოს სამიტზე, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და პროცესები. ანკარაში გამართული ნატოს 36 სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აგაწევრი უკრაინისთვის. გარდა იმისა, რომ დისკუსია და ლიდერების ყურადღება მეტწილად ომში მყოფ ქვეყანას დაეთმო, სამხედრო გაერთიანების წევრი სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატები, შეთანხმდნენ, რომ 2026-2027 წლებში მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას კიევისთვის ჯამში 140 მილიარდი ევროს დახმარებისა და შეერაღების გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინას ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ხოლო საპასუხოდ პარტნიორებმა უნდა დაიცვან მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. საგულისხმოა, რომ დახმარების ძირითად ნაწილს კიევი ევროპელი მოკავშირეებისგან და კანადისგან მიიღებს, რომლებთანაც შეერაღების გადაცემასა და წარმოებასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმებები გაფორმდა. ამასთან დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინულ დრონებს შეისყიდეს, რომლებმაც ომის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალეს. თურქეთში ხელმოწერილი დოკუმენტი იმეორებს თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი თადრნი, ჰააგაში მიღწეულ შეთანხმებებსა და აღებულ ვალდებულებებს. რუსეთი კი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ გამოცხადდა. ამ ჩანაწერს მალევე მოჰყვა დამგროვანი რეაქცია მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესმდივნის მარია ზახაროვას განცხადებით, ნატოს პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ევროპული კონტინენტის მილიტარიზაცია, აქცენტი თავდაცვის უნარიანობის ზრდაზე დახმარება უკრაინას და რუსეთთან შეერაღებული კონფლიქტისთვის მზადება. რუსი დიპლომატის განცხადება ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება, რაც ასახულია კიდევ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო დოკუმენტში. ანკარაში გამოცხადდა 50 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი შესყიდვებისა და უფრო ძლიერი ნატოსა და უფრო ძლიერი ევროპისთვის საბრძოლო უპირატესობის შენარჩუნების შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები ეფუძნება ბირთვული, კონვენციური და სარაკეტო თავდაცვის საშუალებების სათანადო კომბინაციას, რომელსაც ავსებს კოსმოსური და კიბერ შესაძლებლობები. ალიანსი ასევე თანხმდება შორის იზუსტის დარტყმის სისტემების, ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის უპილოტო სისტემების უახლესი ტექნოლოგიების და სადაზვერვო შესაძლებლობების დანერგვა გაუმჯობესებაზე. თუმცა საგულისხმოა, რომ თავდაცვის უნარიანობის გაზრდა არ გულისხმობს მოსკოვისთვის ომის გამოცხადებას, არამედ ემსახურება რუსულ აგრესიასთან გამკლავებას, რასაც ნატოს გენერალურმა დივანმა ისაუბრა. როგორ ეს ყველაფერი? აკი ბრძანეს, რომ მშვიდობა გვინდა, ომის დასრულება გვინდა, სისხლის ღრა უნდა შეწყდეს და შეჩერდესო და ხარაც ილაპარაკეს ნატოს ამ სამიტზე. ძირითადად უკრაინის ირგვლივ ტრიალებდნენ, უკრაინის შეიარაღებაზე, უკრაინის დაფინანსებაზე იყო საუბარი. ევრონიუსის სიუჟეტის მედით ახლა თქვენ რა არის ეს? ეს არის ომის შეჩერება, ეს არის სისხლისღვრიის გაჩერება, ეს არის სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმა? რა თქმა უნდა, არა, ეს არის ესკალაცია, ეს არის გამწვავება, ეს არის გამძაფრება სიტუაციისა და ეს არის ახალ თვისებრიობაში აყვანა საომარი ქმედებების. აი ეს არის ის, რისთვისაც ნატო ანკარაში შეიგრება. კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ნატოს გენერალურ მდივანს. ჩემი გზავნილია, რომ ეს ალიანსი, რომელიც კანადაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიარდი ადამიანისგან შედგება, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის თითოეულ გოჯს. ჩვენ ვართ თავდაცვითი ალიანსი, თავს არავის არასდროს დავესხმევით, მხოლოდ დავიცავთ ჩვენი ცხოვრების გზას, დემოკრატიასა და ტერიტორიას. ამიტომ ნუ გვეთამაშებით. ნუ გვეთამაშებითო. მიმართავენ რუსეთს. რუსეთი გეთამაშებათ თქვენ, თუ თქვენ ეთამაშებით რუსეთს. და კი არ ეთამაშებით მარტო, არამედ მას აყენებთ გამოუვალ მდგომარეობაში. მას უქმნით იმ პირობას, რომ ის სამხედრო ძალით დაგიპირისპირდეთ. სხვა გამოსავალს არ უტოვებთ. და ეს 1 და 2 წლის ამბავი არ არის. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჯერ კიდევ და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სულ სისწრუეზე აგებული თქვენი ურთიერთობა რუსეთთან. სულ მოტყუებაზე, რუსეთის ალყაში მოქცევაზე, ნატოს შეიარაღების რუსეთის უშუალო საზღვრებამდე მიტანაზე. აი ამაზე ხართ თქვენ ორიენტირებული და ახლა ეუბნებით რუსებს, რომ ნუ გვეთამაშებითო? ეს თქვენ ეთამაშებით რუსეთს და ეთამაშებით ძალიან ცუდად. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაამთავრებთ პირველ რიგში ცუდად. თუმცა, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს საერთოდ ყველასთვის ცუდი დასასრული იყოს, მაგრამ თქვენ აკეთებთ ამას. გერმანიის კანცლერი ბატონი მერცი. მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული ამ ომის დასრულება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოსკოვს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ. რუსეთს არ აქვს ამ ომის მოგების შანსი. ისინი ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და რაც უფრო სწრაფად დავასრულებთ ამ ომს, მით უკეთესი ევროპისთვის, რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც. რაც უფრო ჩქარად დავასრულებთ ამ ომსო, მაგრამ რას ნიშნავს ომის დასრულება? რა იგულისხმეთ ომის დასრულებაში? ჩვენ ხომ ხედავთ, რასაც გულისხმობთ. თქვენ ომის დასრულებაში რუსეთის დამარცხებას გულისხმობთ და არა ომის შეჩერებას. ომის დასრულება რუსეთის დამარცხებით ეს ერთია და ომის შეჩერება, ისე რომ ორივე მხარისთვის შვების მომტანი იყოს ეს მეორეა, მაგრამ თქვენ ეს არ გინდა, თქვენ აქეთკენ არ მიდიხართ. თქვენ რუსეთს დამარცხებას უპირებთ და ნახოთ ვინ დამარცხდება. ევრონიუსის კიდევ ერთი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ, სადაც ლაპარაკია ირანის საკითხებზეც და არა მარტო ირანის საკითხებზე, მაგრამ ირანი ვახსენეთ, რას ნიშნავს ეს, ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი უკვე რამდენიმე ფრონტით იბრძვის. მსოფლიო ომის შესავალი თუ შეიძლება ასე დავარქვათ ამ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს. და ეს შესავალი იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში უკიდურესი დაძაბულობა ირანთან ვერც დაამარცხეს, რა თქმა უნდა, და ვერც დაამთავრეს, როგორც იყო მოსალოდნელი, ანუ ეს იყო სწორედ მოსალოდნელი, რომ ვერც დაამარცხებდნენ და ვერც
დაამთავრებდნენ, არამედ რაღაც ხანგრძლივ ომში გაყოფდნენ თავს. რუსეთთან რა თქმა უნდა ვერ დაამთავრეს და ვერც დაამთავრებენ ისე როგორც თვითონ ლაპარაკობენ, ამიტომ მდგომარეობა მწვავდება და მწვავდება. უკრაინის გარდა ლიდერებმა კვლავ დააფიქსირეს თავიანთი უყრევი პოზიცია ირანის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და მორიგჯერზე შეთანხმდნენ, რომ ისლამურ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი და რომ მან პატივი უნდა სცეს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფას. თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია იყო ტრანსატლანტიკური კავშირების დაძაბვის კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს არაერთხელ უსაყვედურა, თუმცა ახლა ნატოს სამიტის შედეგებით სავსებით კმაყოფილი ჩანს. ვირუსთვისაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამიტის მასპინძელი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სამხედრო ალიანსის გენერალურ მდივანს. Mark Ruttes. Really a great man. He's a great leader. რას მიაღწიეს ამ სამიტზე და რითი არის კმაყოფილი ბატონი ტრამპი? მიაღწიეს მხოლოდ ერთ რამეს, შეთანხმდნენ, რომ უკრაინას დააფინანსებენ უკიდეგანოდ და ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინას შეიარაღებენ ასევე უკიდეგანოდ. მაგრამ არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც შეიძლება სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდეს საერთოდ ყველასთვის. აი ეს დეტალიც. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ანკარაში ნატოს სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა. კიევმა არაერთხელ მოითხოვა შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის რაკეტები თავისი ქალაქებისა და ენერგოსისტემის რუსული თავდასხმებისგან დასაცავად. ჩვენ მათ ვაჩვენებთ, როგორ აწარმოონ ეს რაკეტები. სინამდვილეში ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ სწრაფად შევძლებთ ამ სირთულეებში გარკვევას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. კომპანია, რომელიც მათ აწარმოებს, ამჟამად 4 ქარხანას აშენებს და იცით, ჩვენი ყველა კომპანია თუ პატრიოტ შეუკვეთავ, მიწოდებას 2-3 თვეში შეძლებს. ტრამპმა დასძინა, რომ უკრაინაში ლიცენზირებული წარმოების იდეა თავიდან ააცილებს კრიტიკას, რომ ვაშინგტონი უკრაინას საკმარისად მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემებით არ ამარაგებს. ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას პატრიოტების წარმოებისთვის. ეს ძალიან კარგია, არა? ამ გზით თქვენ ვეღარ დაიჩივლებთ, რომ მათ საკმარისად არ უზრუნველყოფთ. მე ვიტყოდი, თავად დაამზადეთ ისინი. ჩვენ ამის შესახებ ჯერ არ გვიცნობებია კომპანიისთვის, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვა. პეტრიოტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოებენ კომპანია რეითიონი და ლოქჰიდ მარტინი. თუმცა შეერთებულ შტატებსა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის შედეგად ამჟამად პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების გლობალური მარაგის თითქმის მესამედი ამოწურულია. აი ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ტრამპი დაუშვებს და როგორც ჩანს დაუშვა უკვე, როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიღებულია, რომ აი ეს რაკეტები პეტრიოტის ტიპის დაამზადონ უკვე უკრაინაში. ეს უკრაინის ფუნდამენტურ შეიარაღებას ნიშნავს, ანუ ეს ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ფართო, სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებას, ოღონდ არა უკრაინისა, რა თქმა უნდა, არამედ დასავლეთისა და რა არის ეს? ეს არის მსოფლიო ომისთვის აშკარა მზადება. ჩვენ და სამწუხაროდ ვინ მიიყვანა მსოფლიო აქამდე? ვისი ბრალით ხდება ეს ყველაფერი? რატომ მიდის მსოფლიო იმ უფსკრულის მიმართულებით, საიდანაც უკან დასახები შესაძლებელია არ იყოს? ჩვენ შევეცდებით გადაცემის მეორე ნაწილში ამ შეკითხვებს შესაძლებლობის და გვარად უპასუხოთ, მაგრამ მანამდე ცოტა ამოვისუნთქოთ და რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში რაღაცა უცნაური სურათი ვნახეთ. Уважаемая делегация города Сухум, Республики Гана. Отношения между администрацией города Сухум, Республика Абхазия и муниципальным округом Сухум, Республика Гана подписывают глава администрации города Сухум
Агрба Тимур Михайлович и король города Олег Шахадра Анатольевич. აი ასეთი სურათი ვნახეთ, სადღაც განაში ყოფილა ქალაქი, რომელსაც ქვია სუხუმი და ჩვენი სოხუმი, თურმე დაძმობილად ვარ. და ეს იყო ეს, ასე ვთქვათ, რაღაც არ მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, რომელიც ენის სფეროზე ტრიალებს ხოლმე ასეთ შემთხვევაში. მე მინდა აფხაზებსაც ურჩიო და მინდა რუსეთის ხელისუფლებასაც ურჩიო, რომ ეს არ არის ის გზა, რომელსაც აფხაზეთი უნდა დაადგეს. ეს არ არის ის გზა, რომელიც აფხაზეთის პრობლემას გადაწყვეტს, ან რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის პრობლემას გადაწყვეტს. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც გადაწყვეტს თუნდაც რუსეთისა და ამიერკავკასიის დამოკიდებულების საკითხი. დღეს ეს თემები წვავდება. დღეს ეს არის უპირველესი თემები და ეხლა სადღაც განაში, რომელიღაც ქალაქს, რომლის სახელის ფონეტიკურად გავს აფხაზეთის დედაქალაქის სახელს და ამ დაძმობილების ამ რიტუალს რომ უწყობ ხელს და რომ გონია რომ ამითი ვინმე ტყუდება, თუნდაც იგივე აფხაზები, რომლებიც დამოუკიდებლობანას თამაშობენ ამდენი წელია და ჯერჯერობით სად არიან თვითონაც ვერ გაიგეს. არ არის ეს სწორი მიდგომა. პირველ რიგში რუსეთის მხრიდან არ არის სწორი მიდგომა, მაგრამ სამწუხაროდ აი ასეთი სურათები გვაქვს. ახლა ნახოთ კიდევ სიუჟეტი ფსიქიატრიის რენტგენიდან. პოლიტიკური პატიმრები არ ყავდა. ირაკლი ბათიაშვილი ვინი ხო? ირაკლი ბათიაშვილი არის ხო? ირაკლი ბათიაშვილი არის ხო პოლიტიკური პატიმარის არა, ირაკლი ბათიაშვილი უკაცრავად გაანათლოს მისი სული. სოცხალია ირაკლი ბათიაშვილი, ხალბატონო მედია. უკაცრავად. ერთი წუთით ირაკლი ბათიაშვილს მე ვფიქრობ რომ არა არისო პოლიტიკური მე ვფიქრობ რომ არისო პოლიტიკური მე ასე მიმაჩნია მიუხედავად იმისა მე მას გარკვეულ პატივს ვცემდი ეროვნული მოძრაობიდან და იმ პერიოდიდან მის დამსახურებას არისო მე მგონი რომ არისო ასე მგონია არც უხანმოლაშვილი გამართლებულია ეს კაცი ამაში ეხლა არც უხანმოლაშვილი როცა ირაკლიზე ლაპარაკობთ ბათიაშვილზე კაცო ბათიაშვილზე როცა ლაპარაკობთ ის ქალბატონი ცხონებული ირინა ენუქიძე რატო არ გახსენდებათ და არ გახსენდებათ უხანმოლაშვილს გეკითხებით პოლიტიკურ პატიმარზე გარდაცვლილი და არა მოკლული გირგვლიანი რომელსაც პირველმა მე ვთქვი სხვათა ერთი წუთით პირველმა მე ვთქვი რომ გირგვლიანმა პროვოცირება გაუკეთა ყველაფერი იმას, რაც მაშინ მოხდა და ამას მოყვა ის მძიმე შედეგი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში თუ ამას ვიტყვით, რა ქვია საერთოდ მაჩალიკაშვილის სულხან-ბოლაშვილი არის ხო პოლიტიკური პატიმარი ქალბატონო მედია? სულხან-ბოლაშვილი არის ხო? არა, სულხან-ბოლაშვილზე მე ფაქტზე ცოტა სხვა წარმოდგენა, სხვა შეხედულებები მაქვს და ძალიან გთხოვთ ეხლა თუ ესე კარგად იყო ქალბატონო მედია საქმე რატო აპროტესტებდით მიშას ხელისუფლებას პირობებს რომ გარდაცვლილი ადამიანებზე რაღაც ვისაუბრო ძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი ხომ აი რას ნიშნავს კუმირის შექმნა საერთოდ საზოგადოდ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ის კუმირი აბსოლუტურად არ იმსახურებს კუმირობას, წინამძღოლობას და ასე შემდეგ, მაგრამ ქართველებს ბევრჯერ შეგვეშალა ასეთი რამ და როგორც ჩანს მომავალში შეგვეშლება და აი ეს ყველაფერი მიგვიყვანს აი ამ მდგომარეობამდე. ეს რაც შეეხება კუმირების შექმნას იმათგან, ვინც კუმირი კი არ არის, არამედ უბრალოდ არის რბილად რომ თქვა ფსიქიატრიის, რენტგენის პაციენტი. და რა კი ერთ კონკრეტულ კაცია ლაპარაკი, აი ისიც. როცა ამ რუსულმა თვითმფრინავმა გადაგვიფრინა ძალიან დაბლა და რამდენიმე ყუმბარა ჩამოყარა გარშემო, მათ გადაწყვიტეს რომ თავდასხმა, ამიტომ არავინ არაფერი არ მკითხა, პირდაპირ 15 კაცი დამახდა თავზე, არ შეგვშინებია, მაგრამ ჩვენ ძალიან განვიცადეთ ეს ყველაფერი. და რო არ შეგვშინებია ეს თავრობის მოქმედებაში და ჩვენი ხალხის მოქმედებაში
გამოჩნდა, მთავრობას არ შეეშინა, იმიტომ რომ იყო მთავრობა გმირული ხალხის და რა თქმა უნდა, ამ დროს შეიძლება განცდებისგან ხალხსტუკი შემოგეჭამოს, მაგრამ ჩვენი შიშნარევი თვალები და ჩვენი ზურგი შეკცეული საქართველოს დას არ უნახია. არა მარტო ფსიქიატრის რენტგენის პაციენტია ეს კაცი, არამედ არის თავხედი, ელემენტარული თავხედი, რომელსაც შეუძლია კონდეს მცდელობა, რომ მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო მოატყუოს და როგორც მას სურს, ისე წარმოაჩინოს მოვლენები. ამისი მცდელობა შეუძლია კონდეს. რატომ? იმიტომ რომ ფსიქიატრის რენტგენის პაციენტია და მის გარეშე ის ქალბატონი რომ ნახეთ წევან, იმნაირი ადამიანები იკრიბებიან ყოველთვის. იმნაირი და ამნაირი, რომელსაც ახლა ნახავთ. დიდი გაუგებრობა ყოფილა ივანიშვილებში. ცოტნეს და ბერას უკაცრავად სიტყვისთვის და ერთმანეთისთვის დაუყრიათ. არა, მაინც და მაინც ფიზიკურად კი არ უჩხუბიათ, მაგრამ აი უკამათიათ ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით. არა, უფრო სუსტი რო ვიყო, ჩემი ფიქრით, ჩემი რწმენით და ჩემი იმედით. გადის ეს ფსიქიატრის რენტგენის პაციენტი კაცი ქუჩა ქალაქში წერს რაღაც ვიდეო გამოსახულებებს და აფრქვევს ასეთ მარგალიტებს, რომ არა თურმე ისე კი არ იყო როგორც გითხრა. არამედ ასე იფიქრა, ასე წარმოიდგინა. მის წარმოსახვებზე გვიყვება რაღაცებს და მისი წარმოსახვები ხანდახან უფრო შორსაც მიდის. ახლა დილის ცხის ნახევარია. ვინც მე მახსენდება, მას უკვე ღვიძავს. დაახლოებით საათ ნახევარია, 2 საათია სკროლავს ისიც. და ესეც ეს rilsით შემოხვდება უთუოდ თუ Facebook-ი აქვს. შეიძლება ადნაკლასნიკებს სერჩავს. ადნაკლასნიკებში თანაკლასელებს. და თანაპარტიელებს. შალვა. აპუაშვილი ადნაკლასნიკებში. ძიმე შემთხვევაა, ხო? შეგეცოდება კიდეც ადამიანს ისე ღრმად არის სცენის ასული, მაგრამ რა კი პოლიტიკაში რჩება, რა კი ჟურნალისტიკაში რჩება, რა კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში რჩება, მაშინ ჩვენ იზოლებული ხდებით, რომ გაჩვენოთ ვისთან გაქვთ საქმე და ვინ არიან ისინი, ვინც საზოგადოებას აცთუნებენ, ვინც საზოგადოების რაღაცა ლიანდაგებიდან გადაყვანას ცდილობენ და ამას ისეთი მონდომებით აკეთებენ, რომ გაგიკვირდება კიდეც რა ფინანსები შემოდის ამდენი, ან ვინ აძლევს ამათ ფულს. ისინიც ამათზე უარესი გიჟები თუ არ არიან, აი ამათ შეიძლება ფული მისცე იმ საქმიანობაში, რასაც ესენი ეწევია საქართველოში, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ასეა და რა ვქრათ. ახლა გნებავთ იცოდეთ, ან გნებავთ მოისმინოთ ქართული პოლიტიკური ცხოვრების მოკლე დახასიათება. აი თუ გნებავთ მოგასმენთ. საქართველოში არსებობს მხოლოდ 2 პარტია. ეს არის რუსული პარტია და ეს არის ქართული პარტია. ანუ საბოლოო ჯამში ფრონტის ხაზი, პოლიტიკური ფრონტის ხაზი გადის აი ამ ერთ წითელი ხაზის გასწვრივ, ხო? მე არ მაინტერესებს ადამიანების არანაირი სხვა პრეფერენცია, თუ მეორე მხარეს არის ოკუპანტი, თუ მეორე მხარეს არის დამპყრობელი. ის ძალა, რომელიც მე მიშლის ევროკავშირში გაწევლიანებას, რომელიც მე მიშლის ცხინვალსა და სოხუმში დაბრუნებას, რომელიც მე მიშლის თავისუფალ განვითარებას, ხო? ჩვენ ყველანი ქართველები ვართ აქეთ, ეს არის ქართული პარტია. ესე იგი, საქართველოში თურმე არსებობს 2 პარტია, ქართული პარტია და რუსული პარტია. სხვა მიმართულება ამ კაცს საქართველოში არ გაუგია. მაგალითად, ამ კაცს უკანასკნელი 35-40 წლის განმავლობაში არ გაუგია არაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროპაზე, გაერთიანებულ დასავლეთზე, ნატოზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე არაფერი არ გაუგია. ამ მიმართულებით არავინ არ ისწრაფვის.
ამ მიმართულების პოლიტიკა არ წარმოებს საქართველოში. მარტო ქართული და რუსული. ანუ რას გვეუბნება ეს კაცი? ვინც იმ მიმართულების პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე, ანუ დასავლურს, ეს ქართულია. და აი მეორეა სადღაც რუსული, რომელიც ამ ქართულს უპირისპირდება. ესე იგი, ამერიკული და ქართული ერთი და იგივეა, ევროპული და ქართული ერთი და იგივეა, ნატო და ქართული ერთი და იგივეა, ევროკავშირი და ქართული ერთი და იგივეა. ყველაფერ ამას ერთად აღებულს ქართულს უპირისპირდება მხოლოდ რუსულიო. აი ასეთი ვითარება გვაქვს საქართველოში. არ არის ახლა ეს ფსიქიატრიის რენტგენის პაციენტი, რა თქმა უნდა, არის. მას არაფერი არ გაუგია, თქვათ, იმ იდეოლოგიაზე, იმ გარყვნილებაზე, რომელსაც დღენიადაგ ჩავჩიჩინებენ და უნდათ რომ იქითკენ მაგალითად ეგრეთ წოდებული გეი პარადები და რაღაც ამდაგვარები. არ გაუგია, არ უნახავს. აი თუნდაც ის თუ როგორ წამლავენ ბავშვების ცნობიერებას ევროპაში. აი კონკრეტული მაგალითი. ესეც არ გაუგია. ეს პატარა ფრაგმენტი, პატარა ამონაგრეჯი, როდესაც აი ბავშვების ცნობიერებას ასე ღიად, ასე დაუფარავად, ასე უტიფრად, ასე უსირწყვილოდ და უნამოსოდ წამლავენ, აი ეს არის სამწუხაროდ დღევანდელი დასავლეთი. და ეს მარტო ევროპიდან არ მოდის. დასავლეთის გახსოვთ, უпростоროდ ამერიკის შეერთებული შტატების გახსოვთ თქვენ. თეთრი სახლი გახსოვთ. სისარტყელას ფერებით შეღებილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები რომ არ იდგეს ყველაფერ ამის სათავეში, მაშინ ევროპაში ეს უბედურება და ეს გარყვნილება ასე ვერ მოძლიერდებოდა, ვერ მოღონიერდებოდა, მაგრამ იქიდან მოდის დირექტივა და რაც დირექტივას სჭირდება ყველაფერი, დაფინანსებას, შეიარაღებას და იდეოლოგიური უზრუნველყოფას და ყველაფერი დანარჩენიც. ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაცა თარიღი უსრულდება. რამდენიმე საუკუნის არის სულ მოგეხსენებათ. პატრონზა თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი თუ გვაქვს, მე მგონი, მას აქვს კარგად ეს ყველაფერი გაკეთებული. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენი პატრონყოფილი 250 წლის გახდა. მოგვითხრან რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა იდგე, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. მოგესალმებით. ეთერში ნოვოსტის ახალი გამოშვება, მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. ვინაიდან და რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები უკვე იმ ასაკში გადავიდა, რომ ალკოჰოლისა და სიგარეტის ყიდვის დროს მაღაზიაში გამყიდველი პირადობის მოწმობასა და ასაკის დაკონკრეტებას აღარ სთხოვს, პრინციპში უკვე ჩვენ შეგვიძლია ღიად და გახსნილად ვისაუბროთ ამ ქვეყნის გადამკიდე კიდევ რა მოვლენა რამდენი წლის გახდა სოფლიოში. აქვე გეტყვით, რომ დღეს სულ რამდენიმე თარიღის გახსენებით შემოვიფარგლებით და გადაცემის ბოლოს ერთად დავლოცავთ 251 წლის წინანდელ სოფლიოს. მოკლედ ამერიკა თუ 250 წლისა, მოდით გადავითვალოთ, რამდენი წლის არის სოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა. შვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური ბომბების გამოყენება. ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია, ანუ ტრაგედია, რომელმაც 100,000-ობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, 81 წლის გახდა. ვიეტნამელი ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, ქიმიური ელემენტებით შვიდობიანი მოსახლეობის დაწამლა. ვიეტნამელი ჯარისკაცების წამება სამხედრო ტყვეების მიმართ. არა ადამიანური მოპყრობა, ომი, რომელმაც ომის ყველა ეთიკა დაარღვია. ის დაახლოებით 61 წლისაა. Почти за 20 лет США сбросят сюда в 3 раза больше бомб, чем за всю Вторую мировую. Напалмом выжигают деревни, заливают посевы местных крестьян химикатами. И в итоге война убьет 58 тысяч американцев и миллионы местных жителей. საუკუნის აფიორა, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დადგეს. ანუ სარეცხი ფხვნილის ქიმიურ იარაღად შემოსაღებიდან, შესაბამისად ერაყში ინტერვენციიდან და სადამ ჰუსეინის სამართლიანი სასამართლოს გარეშე გასამართლებისა და მისი ჩამოხრჩობიდან
ამასობაში დაახლოებით 23 წელი გასულა. Но солнце Хусейн так и не увидел. В 2 часа 30 минут его вывели из камеры. Через полчаса вердикт суда был приведен в исполнение. შუაგულ ევროპაში ულამაზესი ევროპული ქვეყნის იუგოსლავიის აღგვა მიწისაგან პირისა და მისი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩის მოკლა, რომელიც შემდეგ გულის შეტევად შემოგსაღდა დაახლოებით 20 წლისაა. Посмотрите на карту. Вот так выглядит Югославия к середине 20 века. Кажется, что вполне себе единая и мирная страна. Во что она превратилась сегодня? Отдельно Словения, Хорватия, Босния и Герцеговина, Северная Македония, Сербия, Черногория. А есть еще не всеми признанные Косово, автономный край Воеводина. А в начале 90-х здесь от Хорватии попытается отделиться Республика Сербская Краина, от Боснии Республика Сербская. სასამართლოს გარეშე ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, ამის აღსრულებაში მოყვანა, თანაც კადრების გადაღება და გავრცელება. We came, we saw, he died. Did it have anything to do with your visit? No, I'm sure it did. ეს დიდებული მოვლენა, ანუ მუამარ კადაფის წინააღმდეგ ჩადენილი ამერიკული სტილის სტანდარტული უსამართლობა ამასობაში 15 წლის გამხდარა. Семью Каддафи почти все убили, его труп показывали там по всем мировым каналам. Ну, посмотреть невозможно без отвращения просто. Ну что это такое? И показывают, значит, как весь человек в крови, раненый, еще живой, его добивают, все это выкатывают на экраны. Это вообще ничего подобного нет в морали ни одной из мировых религий, ни в христианстве, ни в иудаизме, ни в мусульман. Гуантанамо, დაბუგრეიბი, ტყვეებისა და პატიმრების წამება. ავადმყოფურ ტვინში, გადაგვარებულ და ბოროდ ტვინში, მოხარშული წამების მეთოდებით, მოკლედ, ეს ორი სკანდალი. ამასობაში უკვე თითქმის 25 წლის გამხდარა. В ходе одного из расследований Human Rights Watch выяснилось, что заключенных Гуантанамо надолго фиксировали в болезненных позах, раздевали до нога, лишали еды, воды и сна, подвергали воздействию крайних температур и содержали в полной темноте с включенной музыкой. ირანის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაბომბვა და სკოლაში ამოხოცვა. დამში დაახლოებით 180 ადამიანის. გესმით? 180 უდანაშაულო ბავშვისა და მასწავლებლის მკვლელობა ჯერ ერთი წლისაც არ გამხდარა. ახლა უფრო შედარებით ლაით თემას შევეხოთ. ამერიკელი კაცების დათხოვების გაოფიციალურება და თეთრი სახლის უგესად განათება თქვენ წარმოიდგინეთ 11 წლის გამხდარა. ხედავთ, დაუთხოვებიათ ამერიკელი კაცები და თანაც ეს მოვლენა აი ესე ფერად აღუნიშნავს თელს ამერიკას. მოკლედ, რამდენიც არ უნდა ჩამოვთვალოთ, მაინც ვერ ამოვწურავთ იმ ბოროტებების სიას, რომელიც ამერიკის ხელისუფლებების მმართველებმა და მათმა ბოროტმა ელიტამ კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა. და ვისაც დუჟი გადგებათ ამ ქვეყნის სახელის გაგონებაზე და სალიფეხი ავტომატურად ზემოთ გეწევათ, ამერიკული დემოკრატიული ბომბი არ აქცდენოდეთ მაგ გამოუსადეგარ ტელევიზორის ყუთად ქცეულ თავში. ალბათ ყველას გემახსოვრებათ კვენტინ ტარანტინოს გენიალური ჯანგოს ფინალი. როგორია კენდილენდის ბოლო. ანუ სიმშვიდე ისადგურებს მაშინ, როდესაც კენდილენდი უბრალოდ და ვინაიდან და რადგანაც კენდილენდი ძალიან ჰგავს თეთრ სახლს და ვფიქრობ ტყუილად არ ჰგავს, ჯანგოს ფინალის არ იყოს, გონი მართლაც ეს იქნება სამყაროს დასვენების 250 წელია რომ არ დაუსვენია იმ სამყაროს დასვენების გარანტია. The guy who's the talk of the town with the restless gun.
Don't you bother to pull him around. Keep the bombers on the run. ხოდა ტარანტინოს მიერ ნაჩვენებ 7 მსოფლიოს ფორმულას მე ასე ჭიქა ვინით ხელში დავლოცავ მოკლედ ასე ნოვოსი მყარად ორ ფეხზე დამდგარი გემშვიდობებად მომავალ შეხვედრამდე მადლობა თამარ ძალიან დიდი მადლობა ახლა ის შეკითხვა რომელიც ძალიან დავსვით ვისი ბრალია ეს ყველაფერი ვინ მიაქანებს მსოფლიოს ამ მიმართულებით მე მგონი ყველაფერს გაეცა პასუხი და ამ გადაცემის სათაურიც ზარების დარისხება აქედან მოდის აი ვის შესაჩერებლად არის ზარები დასარისხებელი თელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს ეს კაცობრიობის პირდაპირი მოვალეობაა ეს რომ ბოროტება რომელიც თანდათანობით იპყრობს მსოფლიოს როგორმე შეჩერდეს ისე შეკითხვაზე თუ ვინ როგორ რატომ როგორ დაიწყო და რა მიზნები ჰქონდა და მე რა მოხდა და რაღაცა ამისი ყველაფრის ერთად თავმოყრა რა თქმა უნდა მე ძალიან გამიჭირდება დარჩენილ მცირე დროში მაგრამ მოდით დავიწყოთ ერთ-ერთი ცნობილი კაცით არესტოვიჩით ეს არის ზელენსკის ყოფილი მარჯვენა ხელი ნახოთ როგორ ფიქრობს ეს კაცი დღეს თუ კი რუსეთს 4 ოლქს დაუთმობთ, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი კიდევ უფრო წინ არ წამოვლენ? აი ასეთი სტანდარტული კითხვაა. ეს არასწორი კითხვაა. არასწორი კითხვაა და თქვენ კვლავ ლოგიკასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. შეხედეთ, სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ოლქს დავთმობთ ან შევინარჩუნებთ. რუსეთმა ახლა ყველა ოლქიც რომ დაგვიბრუნოს, ყირიმიც რომ მოგცეს, დადოს ზავო და სრულიად დატოვოს ჩვენი ტერიტორია, 2 წელიწადში მაინც ახალი ომი დაიწყება. იმიტომ რომ პუტინის დროს იქნება ეს, პუტინის გარეშე, ნავალნის დროს თუ სხვისი. რუსეთი ვერ შეეგუება სიტუაციას, როდესაც მის საზღვრებთან არსებობს 50 მილიონიანი ანტირუსული პროექტი. არადა მთელი არსი სწორედ ამაშია. ომი მიმდინარეობს პროექტის იდეოლოგიის შესაცვლელად და არა ტერიტორიებისთვის. როდის დაიწყებთ უკვე ამის გაგებას, როდესაც ამას მიხვდებით, ან თუნდაც ერთი წამით დაუშვებთ ამ ალბათობას, ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდება. ნიშნულობა არ აქვს ვისი იქნება ზაპოროჟიე. იმის გამო რომ რუსეთთან შეთანხმებების სისტემა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა მუშაობს, უკრაინაში პროექტის ცვლილება, ანტიპროექტიდან ნეიტრალურ პროექტზე გადასვლა რუსეთის მიმართ მაგალითად, უკვე იძლევა ისეთ ბონუსებს, რასაც ვერანაირი სამხედრო წინააღმდეგობა ვერ მოიტანს. ვერც ევროპული და ამერიკული დახმარება ერთად აღებული. საქმე პროექტშია და არა ტერიტორიებში. ეს უსუსური ციკვინის სტილში. აბა რას გთავაზობთ? 4 ოლქი დავთმოთ. მე არაფერს გთავაზობთ. მე უბრალოდ მშვიდად გეუბნებით, რომ ხვალ 6 ოლქი აღარ გექნებათ. მერე 8, მერე 12, მერე კი 24-იც აღარ გექნებათ. იმიტომ რომ ანტიპროექტს არ შეუძლია წინააღმდეგობის უზრუნველყოფა. 5, 10, 15 წელიწადში რუსეთი ყველაფერს წაიღებს. ის ვერ შეეგუება. დემოკრატიული რუსეთი იქნება თუ ტოტალიტარული, ვერ შეეგუება დიდ ანტირუსულ წარმონაქმნს თავის საზღვრებთან. ვერ შეეგუება. ამას მსოფლიოში ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აიტანდა. მექსიკას ან კანადას მსგავსი რამ რომ გაეკეთებინა, ამერიკის შეერთებული შტატები იქ დიდი ხნის წინ ჩაატარებდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ყველაფერი ძალიან მარტივია. პროექტის შეცვლის შემთხვევაში თუ კი იდეოლოგიას შევცვლით, ისინი ყველაფერს დანარჩენსაც დაგვიბრუნებენ, რაც კი წაიღეს, თანაც ბოდიშებით. მოგცემენ უფასო ნავთობსა და გაზს, კუბანსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსაც კი. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროექტს სწორად შევცვლით, გესმით? აი ეს არის რაც თქვენ არ გესმით. ანტიპროექტს კი არავინ მოითმეს, მას ბოლომდე გაანადგურებენ. მე მგონი ეს კაცი დღეს ძალიან გამართულად მსჯელობს და სწორად მსჯელობს. მას ბევრი ცოდვა აქვს, დიდი შეცდომა აქვს დაშვებული და იდგა იქ, სადაც გონიერი კაცი არ უნდა მდგარიყო, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე გარკვეული დასკვნები გააკეთა და შესანიშნავი ანალიზიც მოგცა. ახლა კაცილებით უფრო სერიოზული კაცი მინდა შემოგთავაზოთ, სერიოზული მეცნიერი, სერიოზული მკვლევარი, სერიოზული პოლიტოლოგი და საკითხებში, მსოფლიო საერთაშორისო საკითხებში ღრმად შეხედული ჯეფრი საქსი, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს სტუმრობდა და იმავე თემაზე საუბრობდა, რა საკითხებზე ჩვენ ახლა თქვენ გელაპარაკებით. I think everything is in flux, of course, not only because of the war in Ukraine. ვფიქრობ, რომ ცვალებად მოცემულობაში ვართ, არა მარტო უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზით. უსაფრთხოების არქიტექტურა ამ ძალიან რთულ რეგიონში თავიდან არის ჩამოსაყალიბებელი. ერთ დროს 20 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა გეგმა, რომელიც გულისხმობდა ნატოს გაფართოებას. ნატო გაფართოვდებოდა უკრაინაში, საქართველოში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნდათ, რომ ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებდნენ. ყველა ეს მოსაზრება მცდარია და გეტყვით რატომ. have to be put aside. Why? Well, first, Russia said, no, we're not accepting NATO in Ukraine or Georgia. პირველ რიგში რუსეთმა განაცხადა უარი უკრაინასა და საქართველოში ნატოს გაფართოებაზე. სიმართლე გითხრათ, ეს გასაგებია. შეიძლება არა იმდენად უკრაინის და საქართველოს თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთის გადმოსახედიდან ეს ნათელია. ვინაიდან თუ რუსეთი ერთ დღეს გამოაცხადებს, რომ მექსიკაში საკუთარი სამხედრო ბაზების განთავსებას აპირებს, გნებავთ კანადაში, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გაბრაზდება. მათ არ სურთ რუსული სამხედრო ბაზები ამერიკის შეერთებული შტატების სიახლოვეს. მე მჯერა, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს ამერიკული სამხედრო ალიანსები რუსეთის სიახლოვეს, რადგან მეტად საშიშია დიდ ძალებს შორის ასეთი დაპირისპირება. Then we have the other big change, which is მე მიკვირს ხოლმე რატომ არის გაუგებარი ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები. ეს კაცი ახლა ჭეშმარიტებისენით ლაპარაკობს. ყველაფერს ზუსტად აყალიბებს და ყველაფერი თავის ადგილზეა ამ ლოგიკურ ჯარში, რომელიც ამ ადამიანმა შემოგთავაზა. რატომ უნდა იყოს ეს ძნელად გასაგები, ან თუნდაც რთულად გასაგები და საერთოდ გაუგებარი. არ მესმის მართალი გითხრათ, მაგრამ როგორც ჩანს, განათლების დონე, ბაზა, ცოდნა რაღაცისა და მიხვედრის უნარი. აი, როდესაც ეს ყველაფერი აკლია ადამიანს, მაშინ ის ყველაზე სულელური აზრების ტყვეობაში ექცევა ხოლმე და მე ყავს ისეთი კუმირები, როგორიც არის ხან სააკაშვილი, ხან სხვები და სხვები, აღარ მინდა გვარები ჩამოთვალო. ჩვენ ამ გადაცემაში მოვისმინეთ გარკვეული მოსაზრებებთან დაკავშირებით, ჩამოიქცევა თუ არა რუსეთი, ჩამოიშლება თუ არა რუსეთი და შესაძლებელია თუ არა დრონებით შეტევა რუსეთზე უკრაინის ტერიტორიიდან დასავლური შეტევა აღმოჩნდეს საბედისწერო რუსეთისთვის. შევხედოთ აბა როგორ ფიქრობს ჯეფრი საქსი. 20 წლის წინ უმრავლესობას, ყოველ შემთხვევაში ამერიკელ ლიდერებს მიაჩნდათ, რომ ყოლის შემძლე იყვნენ, რომ ერთადერთი სუპერ სახელმწიფო იყვნენ, რომ რუსეთი დასუსტებული იყო, ხოლო ჩინეთს მართალია დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჰყავდა, მაგრამ არც თუ ისე ძლიერი იყო. დღეს ასე ფიქრი აღარავის შეუძლია. საინტერესო ამჟამინდელი მოცემულობა რას გვეუბნება. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დიდი ძალები ერთმანეთს პირდაპირ არ დაუპირისპირდნენ. ამგვარი არქიტექტურა ამჟამად არ არსებობს. უკრაინაში ომი ისევ მეტად საშიშია. ჩემი აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომი საშიშია, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკან დახევა სურს, ევროპელები აცხადებენ, რომ უკრაინას ბოლომდე დაიცავენ. რიტორიკა, ესკალაცია რუსეთსა და ევროპას შორის საშიშ ხარისხს იძენს. ვითარება მეტად დაძაბულია, ვინაიდან ბრიტანული, ფრანგული და გერმანული მხარდაჭერით უკრაინას სამხედრო დრონებს მოსკოვს უმიზნებს. ეს დიდ გაღიზიანებას იწვევს. ზელენსკი უფრო და უფრო უმატებს ესკალაციას საკუთარი რიტორიკით და რუსეთის საპასუხოდ ძალიან ძლიერად დაარტყამს. მე მაშინებს ევროპის მიერ გამოყენებული ესკალაციის ენა. მიმაჩნია, რომ ეს რეალობას არის აცდენილი, ისევე როგორც ამერიკული თვალსაზრისი, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლიათ. რუსეთი ისე არ ჩამოიქცევა, როგორც ევროპელ ლიდერებს ჰგონიათ. მივხვდით, გაიგეთ, როგორ არის საქმე. აქ რომ ზეიმობენ, აი საქართველოში და ქართული რომ ქვია, მაგრამ სინამდვილეში დასავლური რომ არის ქართულენოვანი ტელეარხები. ზეიმი რომ აქვთ, რომ აი რუსეთი მარცხდება, რუსეთი დაიღუპა, რუსეთი განწირულია და ასე შემდეგ. მოისმინეთ ახლა, რა გვითხრა ამ კაცმა, დაკვირვებულმა გონიერმა ჭკვიანმა კაცმა. ესკალაცია რუსეთის დამარცხებას კი არ ნიშნავს. ესკალაცია ნიშნავს კატასტროფის, ზოგადი, საკაცობრიო კატასტროფის მოახლოებას. აი ეს უნდა დავინახოთ. იმიტომ დავარქვი ამ გადაცემას. ზარები უნდა დავარისხოთ მეთქი, რომ ეს კატასტროფა ახლოვდება. ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის კოლექტიური დასავლეთის პროგრამა აქეთკენ მიდის. სრული
კატასტროფისგან და ჩვენ რა შეგვიძლია, მაგრამ მთელი მსოფლიო თუ ალაპარაკდება, მთელი მსოფლიო თუ მიხვდება და ჩაწვდება ამას, იქნებ გამოიძებნოს რაღაც ძალები, რომელიც ყველაფერ ამას შეაჩერებს მეთქი. და ბოლოს ქართველები და ამიერკავკასია. ამასთან დაკავშირებითაც პატარა ამონარიდი ჯეფრი საქსის ამ ინტერვიუდან. დიპლომატია აუცილებელია სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის უსაფრთხოებისთვის. And my view is this whole NATO business was a bad idea. მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება ძალიან ცუდი იდეაა, მეტად პროვოკაციული. აუცილებელია განსხვავებული უსაფრთხოების არქიტექტურის მოძიება, ისეთის, რომელიც გამორიცხავს დიდ ძალებს შორის დაპირისპირებას რეგიონში. ისეთი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც არ მოიცავს ამერიკული, ან რუსული მხარის არჩევას და საპირისპირო მხარესთან დაპირისპირებას. Right. I think your government gets this completely, by the way. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს შესანიშნავად ესმის. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ. ძალიან ჭკვიანია. მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენ შორის საუბრით. ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ მარტივი მოცემულობა, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ გამოწვევების აღმოფხვრა ჯადოსნური გზით არ მოხდება. ევროპა ვერავის გადაარჩენს. ვერც ამერიკის შეერთებული შტატები იხსნის ვითარებას. ეს მოგვარდება მხოლოდ რეგიონში მდებარე სახელმწიფოებს, საქართველოს, აზერბაიჯანსა, სომხეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებით. აი ასეთია დასკვნა, რომელიც ამ კაცმა შემოგთავაზა საქართველოსთან და ამიერკავკასიასთან დაკავშირებით. დასაფიქრებელია, ყურადსაღებია. გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და დავფიქრდეთ, რა სჯობს, რომელი გზის არჩევა სჯობს. და რა კი კავკასიაზე ჩამოვარდა საუბარი, მე მინდა ერთი კავკასიელი ბიჭუნა გავიხსენო. ინგუში ბიჭუნა, 8 წლის ხიზირი დერბიჩევი, რომელიც გმირულად დაიღუპა, რომელიც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად 8 წლის ასაკში აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვა და დაიღუპა. გმირად იქცა, მაგრამ იმის ფასად, რომ სიცოცხლე დათმო 8 წლის ბიჭუნა. ამას რა თქმა უნდა მთელი კავკასია და მთელი მსოფლიო დიდი გულის ტკივილით შეეგება. ჩვენც ქართველებიც ვერ ვიქნებით აქ გამონაკლისი. საქართველოს უხუცესთა საბჭო რამდენიმე დღის წინ ინგუშეთს სტუმრობდა. ამ დელეგაციაში მეც გახდით და ჩემი თვალით ნახე ეს ყველაფერი. დელეგაციამ, რომელსაც ბატონი ფრიდონ ინჯია ხელმძღვანელობდა, ხიზირი დერბიჩევის ოჯახს, მის მშობლებს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის შიო მესამის სამძიმრის წერილით ჩაუტანა. ერთი სიტყვით, საქართველოს უხუცესთა საბჭოს დელეგაცია რამდენიმე დღის წინ ინგუშეთში იმყოფებოდა. ეს ფაქტი, ეს მოვლენა ინგუშეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ ასე გააშუქა. Брат ваш. Да, это так и есть, ребята. Это Гия. При въезде в Ингушетию грузинскую делегацию встречают ингушские старейшины. В числе гостей экс-депутат Фридон Инджия, публицист Валерий Кварцахелия, врач-травматолог Резо Сулава и психотерапевт Гиви Сулаквелидзе. После короткого приветствия гости без промедления отправили в сельское поселение Троицкое, к дому Дербичевых. Их визит не просто дипломатический жест, это личная боль. В доме семьи Дербичевых особенно тихо, родным сейчас нелегко. Дедушка и отец Хизера принимают гостей. Глава делегации Фридон Инджия достает послание от патриарха всея Грузии Шио III. Мир все глубоко удручены трагедией, развернувшейся в Ингушетии. Смерть Хизиры до глубокой души потрясла всю Грузию. Маленький Хизри пожертвовал своей жизни ради спасения друга и стал образцом истинного мужского мужества и героизма.
Хизир Дербичев погиб в июне этого года. Трагедия произошла на реке Сунжа. Его друг начал тонуть. Хизир, не раздумывая ни на секунды, бросился за товарищем. Ценой собственной жизни он пытался спасти друга, но не справился с сильным течением. Фраза «мы же мужчины, давай его спасем», сказанная 8-летним ребенком, стала символом недетской отваги, настоящей мужской дружбы и самопожертвования. Я больше скажу, он герой всего человечества, потому что поступок, который он совершил, это отдав свою жизнь за чужую, это высочайшая мораль. После этого никто нигде ничего не достигал. Поэтому этот наш маленький герой действительно является героем всего человечества. Старейшина Тейпа Леймой в ответном слове поблагодарил гостей за то, что они преодолели сотни километров, чтобы почтить память ребенка. Он также выразил соболезнования грузинской православной церкви в связи с уходом прежнего патриарха Илии II и пожелал мира и благополучия новому предстоятелю. Мы тоже соболезнуем, передайте наши соболезнования всему грузинскому народу о патриархе и поздравьте нового патриарха, чтобы Всевышний дал силы истинно молиться истинному Богу, на истине быть и соблюдать кавказское братство для всех нас. Чтобы мы были все на истине и дружили, чтобы никакие враги, никакие нечистые силы, никакие нехорошие вещи, чтобы нас не разъединяли. Мужество Хизира не осталось незамеченным во многих странах мира. Особый отклик подвиг мальчика нашел в Грузии, стране, которая на протяжении веков связана с ингушским народом узами исторического братства и добрососедства. Грузинская делегация объявила об инициативе учредить Орден Мужества имени Хизира Дербичева. По словам гостей, история 8-летнего героя настолько глубоко пронзила их сердца, что его имя теперь будет присваиваться награде для людей, проявивших выдающуюся отвагу и самопожертвование. Спасибо вам, родителям, дорогие мои, что выросли такого героя. Спасибо. Это тяжело. Не обошлось и без символических даров. В знак глубочайшей признательности и уважения к отцу, воспитавшему настоящего мужчину, грузинские старейшины преподнесли ему папаху. На Кавказе этот головной убор издревле символизирует честь, достоинство и мужскую доблесть. Передавая этот дар, делегация подчеркнула, Хизир показал себя истинным горцем, которому оказались чужды страх и малодушие. Заммикянк марка ватсижаха далацин отдядолж долхамдиз Аллаху отдятас. Вейхинарагит хайнара иствуани датас. Визит грузинской делегации продолжается. Гости намерены ознакомиться с основными достопримечательностями равнинной части края башен и легенд. Делегация Союза старейшин Грузии в ходе визита в столицу первым делом останавливается на Аллее Победы. Здесь памятная стела с именами воинов, сражавшихся против фашистских захватчиков. Несколько фотографий на память и прямиком на башню Согласия, в которой располагается самый высокий этнографический музей в мире. Эти башни поселения представлены из 3 типов башен. Они перед нами. Боевая башня, жилая и полубоевая. Делегация намерена обсудить вопросы, в том числе касающиеся культурного сотрудничества, поэтому визит сюда как нельзя кстати. Гид-экскурсовод несколько часов ведет почетных гостей по залам, останавливаясь почти у каждого экспоната. Встреча продолжилась уже в столичной мэрии. Обсудили вопросы укрепления исторически теплых отношений между грузинским и ингушским народами. Важно сказать, что сотрудничество стороны намерены наладить в нескольких направлениях сразу, особенно в области здравоохранения. Чтобы наши люди могли по необходимости, по острой необходимости поехать и лечиться там, и здоровье, улучшать свое здоровье. Это первая наша встреча. У нас будет совместный документ, типа меморандума, где будет определены, как мы в дальнейшем будем действовать во благо грузинского, ингушского народа, который ингуши, который в большой российской семье процветает. В завершении встречи гости из солнечной Грузии получили презенты из рук министра по внешним связям, национальной политики, печати и информации Ингушетии. Зелимхан Калоев, Адам Гулоев, Адам Мережков, Султан Магушков, Мухаммад Героев, Магаз 24. აი ასეთი არის ეს სიუჟეტი, სადაც თითქმის სრულყოფილად არის გადმოცემული ჩვენი ვიზიტი
საქართველოს უხუცესთა საბჭოს დელეგაციისა ინგუშეთში. ეს არის ჩემი ორმარწმენით ის ნაბიჯი, რომ ნაკუწ მისხალ უნდა ვაგროვოთ სითბო, მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება, ტოლერანტობა. აი ეს არის ნაბიჯები და ეს არის ის, რაც იხსნის კაცობრიობას. ჩვენი მხრიდან თუ გნებავ ჩათვალეთ, რომ ეს არის ზარების დარიცხება ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რასაც დასავლეთი აკეთებს და რასაც მსოფლიო ჰეგემონიისკენ სწრაფვა ქვია და რასაც ამ გზაზე არაფერთან უკან დახევა ქვია. არაფერთან, აი თუნდაც ისეთ ფაქტთან უკან დახევა, როდესაც ვთქვათ ბატონმა ტრამპმა გადაწყვიტა, რომ გააუქმებინოს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას, გააუქმებინოს წითელი ბარათი, რომელიც ამერიკელმა ფეხბურთელმა მიიღო და ამას აკეთებს და აღწევს კიდეც ამას, იმიტომ რომ ასეთია უსამართლობა, ასეთია უწესობა, ასეთია უდისციპლინობა. აი აქედან მოდის ის, რასაც მსოფლიო წესრიგის ანულირება ქვია, რასაც საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა ქვია. ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან მოკლე სიუჟეტში ეს ყველაფერი ასეთნაირად წარმოგვიდგინა. აი ამის წინააღმდეგ უნდა დავარესხოთ ზარები. სხვა გზა არ რჩება. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი გზა გვაქვს. ეს არის გზა, რომელსაც ქვია პატიოსნების გზა, სინდისის გზა, მორალის გზა, საიდანაც მოგვიწოდებს ის, რაც ჩვენთვის არის ის ხორცეული და რასაც მართლმადიდებლობა ქვია. ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა მტკიცედ ვიაროთ ამ გზით. აი აქ შევასრულებ რიტუალს, რომლითაც ვამთავრებ ხოლმე ამ გადაცემას. ეს არის სანთლის ანთება, პირჯვრის გადაწერა და ლოცვა იმისთვის, რომ გადავრჩეთ. იმიტომ რომ ეს არის დღეს ყველაზე აქტუალური. თქვენი ნებართვის თქვენს წინაშე ვიწერ პირჯვარს და იმედს გამოვთქვამ, რომ მაინც მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო კარგი იქნება. დღევანდელ გადაცემას ამით დავამთავრებ, იმ იმედით, რომ მომავალ პარასხევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.